ბოჯომი. აბა როგორ ხარ? ძალიან ბედნიერი დანასრომ მოკიდე ხელი, ეგრევე მივხვდი რომ ყველაფერი კარგად წავა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ნინი ერემაძე და გამოვდივარ MasterChef-ში. რატო მითხარი რომ გვიცხარი? კერძის მომზადებისას დამჭირდება სნექი და წავითამსებ სნექით. ეს არის სიბასი. პირველად კულინარიით დავინტერესდი ბაბუაჩემის გამო. ბიჭიშვილი უნდა და ყოველთვის და შევრჩი მე და ვსწავლობდი ხორცის გაკეთებას, თევზის გამოშიგნას, მაგის შეწვას, მაგრამ საბოლოოდ მადლობა ბაბუას, რომ კარგი მზარეული ჩავყალიბდი ჩემი აზრით და დღეს ვამზადებ სიბას ლიმონის соусით და სატაცურით და აჯიკის შებოლილი ზეთით. ძალიან ჩავჭერი ცუდი ფილია ეს არ გადაიყო. გონია რომ წინსაფარს ვერ ავიდებ. შიგნით ვიწყნარებ ჩემ თავს. აი ხო იცი რაღაცა ის რომ არის რომ არელი და უცებ რომ აი წინსაფარ. აი ეგრე მინდა რომ იყოს. ეხლა ავიღებ ფინოს გასაწმენდ საშუალებებს და ფინოს გრინს. ვაკეთებ ლიმონის და კარაქის соус, ვიყენებ პრეზიდენტის კარაქს. გავხსნი ფინოს გრინს, დამჭირდება ბოლოკის მწნილის გასაკეთებლად. соуსი დამეწყდა. რო შევალ ძალიან მეშინია ჟიურის, მაგრამ მგონია რომ კონსტანტინე გამიღიმებს. მაგის იმედი მაქვს მარტო რომ მომეშვას. სათხარ. რისთვის? სათხარ. კი. გამარჯობა. გამარჯობა. 5 წუთი გაქვს დრო, თან შენ თავზე მოგვიყევი, თან მოასწარი ამ 5 წუთში. ვეცდები. აბა მიდი. მე ვარ ნინი ერემაძე. დაბრალებული მეგრელი, ეგრევე ძახე ჩემ თავს, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ ყოფილიყავი მეგრელი. რატო? ანუ ძალიან კაი ხალხია, ძალიან მიყვარს. კახელებს, თიულებს, იმერლებს, რაჭველებს რასერჩი? არა, მეგრელები მაინც ხვანაირები არიან. ბოდიში თუ ვინმე გამოიწე. ეგ არის რომ დედაჩემი არის მხოლოდ მეგრელი. ანუ ყოფილი ხარ შენ მეგრელი არ გამოვდივარ. ნახევრად ხო ხარ? მამას არ წვინს მე. რავი არც ისე ალბათ. მოკლედ დღეს ვაკეთებ სიბას, ასევე შემოვიტანე მეგრული და ვუკეთებ აჯიკის ზეთს. ვაკეთებ ლიმონის და კარაქის соус. Lemon butter sauce არ არის ეგეთი მარტივიც ხო იცი? კი, რა თქმა უნდა. ეგ რა? ეს არის ლიმონის და კარაქის соуსი, ოღონდ შევეცადე რომ შემესქელებინა. აი, ჩვენთან რატო მოხვედი? ეგ მითხარი. პირველ რიგში მინდა რომ მართლა ვიცოდე რომ სწორ ადგილას ვარ. და ჩვენთან მეგრელი ვერ სწორ ადგილას ხარ, მაგრამ ჩვენთან მეგრელი ვერ გახდა. ნუ აწვევი ეგრე. სამწუხაროდ მოძრაკანი. ნახე როგორ ნერვიულობს. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2 და 1. უკეთესი წარდგენა მინდოდა ბოდიშით. მე არაფერი. უკეთესად. კანი მოცურა. ნუ სიბასი, კარგად არის მომზადებული, საერთოდ ესეთ კერძზე. აი ეს ლიმონის და კარაქის соуსი, იქვე ცხელი, ხილი და სატაცურიც კიდე, ნუ რა გითხრა, ეს არ არის სრულყოფილი გარნირი, არ არის სრულყოფილი კერძი. ხო. соуსაც ბალანსი აკლია მარილის და ასე შემდეგ. έτσι. ეს соуსი რო აღეჭრა ნახე? კი. თევზი კარგად არის მომზადებული. მადლობა. თავიდან რომ გამოხვიდე იგივე კერძს გააკეთებდი. შევეცდებოდი რომ გამომწორებინა ეს ყველაფერი, რაც მითხარით და მაქსიმალურად ის დამედო, რასაც ითხოვთ. აი ნახეთ, სულ ცალ-ცალკეა ლიმონი და კარაქი.
გემრიელი იქნება კარაქის ხარჯზე. ნინი მოგლეთ მე არას გეტყვი, იმიტომ რომ რაც მინდოდა გამოსულიყო და არ გამოვიდა, ეს არის ყველაფერი შენ თავზე დამოკიდებული რა. იმიტომ რომ ქონდა საკმარისი 1 საათი დრო, ანუ ყველაფერი იმისთვის, რომ შენი სრულყოფილი კერძი წარგედგინა, რაც უნდა წარგედგინა. არც თებში მომეწონა, არც ვიზუალი. ან რატო მაინც და მაინც ეს კი. უბრალოდ მომეწონა. ო, კი ბატონო. соуსის ტექსტურა არ არის, ჟავი არ არის, გარნირი არ ჩანს. ერთი სიბასი პასუხით არ კარგად ჩანს. იყო მომზადებული და სულ ეგ არის. ამიტომ მე მგონია რომ ცოტა კიდევ უფრო უნდა კარგად ისწავლო, მოემზადო, დახვეწო. მადლობა. გენიალურობა ყოველთვის სიმარტივეშია ხოლმე და არა მრავალი ინგრედიენტების ჭარბობაში ამ შემთხვევაში. ეს არის 15 მაქსიმუმ 20 წუთიანი კერძი თავისი აი დაწყებით დამთავრებით სერვირებით. როცა ხვდები რომ соуსი არ გამოგივიდა, დრო გაქვს 1 საათი, ის უნდა გააკეთო. თუ ფიქრობ რომ კანი უნდა აძვრეს თებს, მაშინ სადაც არისო ტაფა უნდა გამოიტანო, რომ მე ის კანი მოაცალო და იქ დააჩიფსო, ხო? ბევრი ნიუანსია, რომელიც კეთების დროს მზარეულმა უნდა გაითვალისწინოს და მისივე შეცდომა იქვე გამოასწოროს. აი ეს უსქილები ძალიან მნიშვნელოვანია რომ გქონდეს. არ ჩემთვის გაქვს არა. შენ გაქვს 2 არა. თუმცა მე შემიძლია მოგცე შანსი და გამოვიყენო ვეტოს ბარათი. ეს შენთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმის საწინდარი, რომ ნებისმიერ ეტაპისთვის უნდა მოემზადო ძალიან კარგად. ეს ჩემი შანსია, რომელსაც მე გაძლევ და უნდა გამოიყენო ღირსეულად და ოპტიმალურად. იმედად არ გაგიცნობთ, მადლობა ძალიან დიდი. გაიხარე. ნახვამდის. გაიკეთე წინსაფარი, გაიკეთე მადლობა. და შემდეგ ეტაპზე შევხვდებით. მადლობა ძალიან დიდი. შეფ მანუელს მადლობა რომ ჩემთვის ვეტო გამოიყენა და შევეცდები რომ შემდეგ შეჯიბრებში იმედები არ გაბუცრუო.